მოგესალმებით ქართული ტივის მაყურებელს, ჩვენს მაყურებლებს, ლიტერატურის საქართველოს მაყურებელს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის პოეტი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო უძილაური, რომელიც იყო ლიტერატურული გაზეთის ჩვენი საქართველოს ავტორი. ჩვენ წინა ნომერში წაგიკითხეთ მისი ლექსები. მე ახლა ნინოს ლექსი დავიწყებ, სანამ პირდაპირ მისამებაზე გადავალ. იასამანდა დღეს ქუჩაში რომ მოვდიოდი, იასამნების ცვენა არის და საერთოდაც ალბათ ყველაზე ლამაზი, უფლის საყვარელი, ქრისტეს საყვარელი ყვავილია იასამანი, ნათელს და გებრიელ სურნელოვანი და მეքსაც იასამანი ჰქვია. იასამნების სურნელი, იადონების გალობა ეს გაზაფხულის სულელი შემიყვარდა და მადლობა სიცოცხლის ყველა წამისთვის, წვიმისთვის, მზისთვის, მთვარისთვის, დღეღამის ძვარ და ნამისთვის, ავდარისთვის და დარისთვის, აფეთქებული კვერტების, ფერებისთვის თუ გამისთვის, გრძნობების აუგზაურში შეხება იასამნისთვის. გილოცავთ ქალბატონო ნინო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს გუშინ თქვენ იუბილარი გახდით, იყავით და მოგყევით თქვენ შესახებ, თქვენ ცნობილი ავტორი ხართ ლიტერატურის მოყვარულთათვის ფართო წრეებში, მაგრამ მაინც ჩვენს მაყურებელსაც რო უთხრათ, ვინ არის ნინო უძილაური? მოგესალმებით, ჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აი ამ სტუდიაში, რასაც ლიტერატურული საქართველო ქვია ყოფნა და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აი ამ გაზეთის ფურცლებზე ჩემი ნააზრევის ლექსების გამოქვეყნება და ამისთვის უღრმესი მადლობა შენ მის რედაქტორს და იმ სარედაქციო კოლეგიას, რომლებმაც გადაწყვიტეს და დათანხმდნენ, რომ ჩემი ლექსები ამ გაზეთში შესულიყო და თან ყოფილიყო აი ამ დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით და პირველად არ დაბეჭდიხარ. რა თქმა უნდა და ამისთვისაც უღრმესი მადლობა, პირველად არ დავბეჭდე ნამდვილად არც ამ გაზეთში და არც სხვა გაზეთებში, მაგრამ დღეს ჩემი რა არის მაინც სანამ პირად თქვენ ცხოვრებაზე, მაინც რა არის ლიტერატურული საქართველო შენთვის? მე ვიცი რომ ლიტერატურული საქართველო მაინც მოყვება ის ძველი შარმი, ის ძველი დიდება და რაც მე მსმენი, არა იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამის იგივე საუბრობთ, ლიტერატურის საქართველოში დაბეჭდა უფრო უპრიანია ბევრისთვის, ჯერ კიდევ და მადლობა ყველას ამისთვის, ვიდრე თქვათ ბევრჯერ შეიძლება სხვაგან დაიბეჭდოს, მაგრამ აი აქ ერთხელ დაბეჭდაც კი ვიღაცისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის. როგორ იყო თქვენთვის ლიტერატურის საქართველო? თაობას ეკუთვნით, როცა აი ლიტერატურის საქართველო თავის დიდებას განიცდიდა და გადიოდა. მე მინდა ჩემი პირადი დამოკიდებულება არა მარტო ჩემი და რაც მსმენია, სიტყვა მაინც მოვაცილოთ და ვთქვათ, რომ დიახ ლიტერატურული საქართველო გაზეთი ინარჩუნებს დღემდე იმ აქტუალობას და იმ ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი პატივია ნამდვილად ამ გაზეთში ჩემი ლექსების გამოქვეყნება და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, თვითონ ლიტერატორები ჩვენი ქვეყნის ძალიან ისეთი გამორჩეული პოეტები, ლიტერატორები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ და ამბობენ, რომ დიახ ლიტერატურული საქართველო დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალობას და აი ამ გაზეთის ფურცლებზე ნამდვილად მოხვედრა ნიშნავს, რომ შენ ღირებულ, შენი შემოქმედება არის ღირებული და რომ შენი ნააზრევი იმსახურებს საზოგადოებისთვის, რომ იყოს ხილული აი ამ ფურცლებიდან და ამისთვის უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავენ, რომ არ შეჩერდეს ლიტერატურული საქართველოს გამოცემა და ამ აი რომ არ შეჩერდეს, მე აქედან კიდევ ერთხელ მადლობას მოახსენებ, მიუხედავად ცედი დახმარებისა, მაგრამ ესეც დიდი ამბავი არის ამ შეჩერების ჟამს. საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებით საქართველოს, ქალაქის მერიას და ყველას, ვინც თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილს იღებს აი ამ გაზეთის გადარჩენაში და გამოსვლაში. მე შემოგიერთდები ნამდვილად ამ განაცხადში და მეც ვიტყვი რომ დიახ კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველოს სხვათა შორის ძალიან ბევრ კარგ ჟურნალ-გაზეთს აფინანსებს და ჩვენთვის ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ძალიან დიდი თანადგობაა და ჩემ პირადად ერთი ნინო უძილაურის მადლობა კიდევ მათ. არა ქებისთვის, არამედ საქმისთვის
რადიო იმედის ეთერში ბატონმა ასოსე ჭუმბურიძემ თქვა ერთი დიდი პოლიტიკოსის არ დაასახელა მას სახელი და გვარი და არც მე დავასახელებ თქვა ასეთი სიტყვები იმ საქართველოში არ მინდა ცხოვრება სადაც ლიტერატურული საქართველო არ გამოდისო და იმ დროს როცა ეს სიტყვები ითქვა 90-იან წლებში ეს მართლაც იყო მასშტაბური ეს სიტყვა იმიტომ რომ ხელ აი ამ გაზეთ ჩაბუჯუნი დადიოდნენ ადამიანები ელოდებოდნენ ყოველ კვირას და დღეს ოშაბათობით მე მგონი ელოდება ჯერ კიდევ ქართული საზოგადოება ნაწილი მაინც ეხლა შენს ლექსებზე ვესაუბრე დღეს ჩვენ ვისაუბროთ პოეზიაზე და მხოლოდ პოეზიაზე ლიტერატურაზე ჩემი ლექსები მე არ შემიძლია მასე იმის თქმა გარდა ბუდეში შეგაწყვეტინე არც დიდი ხანია რაც ქართულ ლიტერატურულ წრეებში შემოხვედი გაგიზნო ლიტერატურულმა საზოგადოებამ და არადა ეს მაშინაც კი არ იყო დამწყები პოეტის, დამწყები ავტორის ლექსები, ეს უკვე ჩამოყალიბებული, ღმერთმოაზროვნე ადამიანი. სად იყავით მანამდე? არაჩვეულებრივი შეკითხვა ჩემი გაშიშვლებისთვის მინდა გითხრა ბატონო ჯუბა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე სრულიად უნდა ვთქვა ის, რაც არასდროს არ მithქვამს ყოველთვის ყვებოდი რომ საიდან როდის დავწერე პირველი ლექსი სადვი, მაგრამ სად ვიყავი ამდენი ხანი არასდროს არ მithქვამს და აი ახლა ზუსტად თქვენი მაყურებლისთვის ვამბობ რომ ამ ხნის მანძილზე მე ვწერდი ჩემთვის ჩუმად, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩემთვის დამალული, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება იყო აბსოლუტურად ისეთი პოლიტიკურად დაძაბული, რომ მე არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ ჩემი ნააზრევი, ჩემი ლექსები და საერთოდ ჩემს თავზე და ჩემს ნააზრევზე მეფიქრა, იმიტომ რომ სტუდენტობიდან 90-იანი წლებიდან, როდესაც მე ის ძალიან დიდი ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მე როგორც სტუდენტი ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ გავიცანი და შევქმნით ჩვენ ოჯახი და იმის შემდეგ ჩემი მეუღლის არჩევანს მე მივყვები თავდაცვილი ადამიანი, პარლამენტარი, ეროვნული მოძრაობიდან, ღირსეული, პატრიოტი ადამიანი, მივესალმები ბატონ მერაბს აქედან და ნამდვილად ღირსეული ადამიანი არის და მაგრამ დიდი მადლობა და მაშინ მთელი ოჯახის უღელი რასაც ქვია იმ პატარა გოგოს მეკისრამე, იმიტომ რომ იყო ზვიადისტი, მერე იყო დევნილი, მერე იყო ესე სიტყვა ზვიადისტი მაინც არ მომწონს არა ეს ძალიან ცუდად დამკვიდრდა კი რა თქმა უნდა და ანუ იმ ეროვნულ მოძრაობაში ვინც ვიყავით ახლა მე მაგალითად სულ ვიყავი მიტინგებზე ვიდექი მიხედავთ იმისა რომ რუსეთთან ახალ დაბრუნებული ვიყავი მაგრამ აი ჩემთავს ვერასოდეს ვერ ვეტყვი ზვიადისტი ვიყავი აჯუბა მოდი ახლა იცი რა ასე გავაკეთოთ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე ნამდვილად ზვიადისტი მაპატიოს სუდი გადიმითარა რა თქმა უნდა ნამდვილად ჩარჩენარ ყოფილი ვართ უბრალოდ ამით დავამთავრებ ჩემს მეუღლეზე საუბარს ის თავისი სამშობლო ისტია ეს იყო და ასე და აქვე დღესაც არ მინდა მე მისი პოლიტიკური და რაღაცა მისი ზნეობრივი მხარე აქვე მაყურებელს წარმოვადგინო, იმიტომ რომ ერთად ადამიანი რომელსაც ჯერ სამშობლო უყვარს და მერე უყვარს მისი ცოლ-შვილი და ასე რომ მაყურებელმა მაპატიოს თუ მე მეტად არ გავაგრძელებ მასის საუბარს. მაგრამ პოეზია მაინც დაიკავა გასული ადგილი მე. იცით რა არის დრო მოვიდა ესეთი ძალიან შემთხვევით აღმოჩნდა მე ვიყავი პატარა სადღაც მე-4 კლასის მოსწავლე, როდესაც ჯუბა ჩვენ ვართ ფშავლები, მე უძილაური ვარ გვარად. ყვარელში ჩასახლებულები. ჩემი წინაპარია ჩამოსული უძილაურთაგან, ეს არის უკანა ფშავი, სოფელი, სადაც თვითონ უძილაურთა, საიდანაც ყველაზე ერთ-ერთი მაგარი მოკაიფეები, კაფიავეები, მოკაიფეები და კომენტარები. ისე ერთგვარი სლენგისთვის მოდეში მაყურებელთან აფიაობაც ერთგვარი кайფი არის ესე ვთქვათ რა და ერთ-ერთი ძლიერი ისე შემეშება მოკაფიავეები იყვნენ უძილაურები და მე მოჩვენეს ვიცი მე მოვესწარი ჩემს ფშაվել ბებიას რომელიც თუ გახსოვთ ჩვენ რო ვიყავით პანკისში იქ რო მოვყე მსმენელს რომ მე ჩემში ქისტები სისხლის არის აი ეს ფშაველი ჩემი ბებია რომლის წინაპარი იყო ერთ-ერთი წინაპარი ქისტი აი ეს ბებია იმდენად კარგად იცნობდა ვაჟებ-შაველას და იმდენად ახლო იყო მასთან პოეზია რომ
ერთი წინდის ქსოვის დროს ერთ ლექსს ამბობდა და თან ძალიან ბევრი ეხლა რომ ვფიქრობ მისი შეთხსული ულამაზესი მთის ლექსები იყო რომელიც მაშინ ძალიან პატარა ბავშვს მე ალბათ იმდენად არ მესმოდა მე გავიზარდე ამ გარემოში რასაც პოეზიის და ლექსის სიყვარული ხია ჩემს ოჯახში მამაჩემი მაგიდასთან მოსულ სტუმარს ღვინოსთან ერთად როგორც კაფეში იტყვია ნახვედრებდა წიგნს ჩვენი სამაგიდო წიგნი ოჯახში იყო ვაჟებშაველა და მე აი ამ ფესვებზე და იდეოლოგიაზე გავიზარდე და ლექსი და ეს პოეზია იყო ძალიან თანდევი და ალბათ გავლენა იყო თუ რა ვერ გეტყვი მაგრამ მე დავწერე მეოთხე კლასში ასეთი პოემა გავავსე 12 ფურცლიანი რვეული და ეს იყო პოემა, სადაც ჩიტი და ნაკადული ერთმანეთთან საუბრობდნენ. ეს რა თქმა უნდა, ბავშვური რაღაც ესეთი ძალიან და ნაკადული უკვე რამე არის. როგორიც არ უნდა იყოს. და ეს ალბათ კი არა, ეხლა ზუსტად ვიცი რომ ეს იყო გავლენა ვაჟებშაველასი, მაგრამ ყველა დედას ხო თავისი შვილი ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული გონია და ჩემმა დედიკომ წაიღო მაშინდელი რაიონული გაზეთი იყო ასეთი ყვარელი, სადაც იბეჭდებოდა რა გამოდიოდა რაიონული გაზეთი, სადაც ყველა სიახლეები რა თქმა უნდა იბეჭდებოდა და რაღაც გვერდი ხო იყო იქაც სახელოვნება და სხვათა შორის მაშინდელმა რედაქტორმა რაც განსვენებულმა და გარდაცვლილმა მაშინ ბატონი ავთო კაფდაშვილი ხელმძღვანელობდა იმიტომ ეს გვარდასახელი იმიტომ და მამახსოვდა მამაჩემ ესე გაოცებულმა იკითხა კი მაგრამ ავთო რაღამ გადარია რამ დააბეჭდინე ეს ისაო ასეთი სულელური ისაო რაღაც ალბათ არ იყო სულელური არ იქნებოდა ბავშვური მაგრამ ეს იყო ბავშვური და სკოლაში მისულ სხვა საერთოდ იქ სხვადასხვა რეაქცია დამხვდა ბავშვების და მეგობრების და სახლში მისულს ჯობა მამამ ასეთი დედაჩემმა როცა გაზეთი წარმოადგინა და თავი მოიწონა რომ მისი შვილის ლექსი დაბეჭდილი იყო ჩემმა მამამ დამიძახა და მითხრა რომ დაუნჯდარიყავი და მისთვის მომესმინა და უნდოდა რომ მეთქვა ჩემთვის და მითხრა ასეთი სიტყვები რომ როდესაც შენ ცხოვრობ შოთა რუსთაველის ქვეყანაში და როდესაც შენ ილიას ნატერფალებზე დადიხარ და ხარ ფშაველი და ვაჟას ფესვებიდან კალამს ცოტა უფრო სიფრთხილით უნდა მოეკიდო და მოუფრთხილდეო და ამიტომ მე იქ მამის სიტყვები იყო ჩემთვის იმ დროს დავითრგუნე და სხვათა შორის მინდა გითხრა რომ შევწყვიტე უბრალოდ რა მუზაც თუ მოვიდო და ისიც პატარა რაღაც ფურცლებზე თუ დავწერდი მე როდესაც ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა ჩემი სკოლის მასწავლებელმა მერვე კლასში დაწერილი ლექსი რომელიც ყაზბეგში მოგზაურობის დროს დამეწერია რაც პატარა ფურცლაზე ესე დღესაც შენახული მაქვს და სხვათა შორის რომ წავეკითხე ძალიან ბევრი ვიტირე და ვიციდე და სკოლის პერიოდში რა თქმა უნდა ეს აღარ გახმაურებულა რომ მე რამეს ვწერდი და არც მიფიქრია მით უფრო მამაჩემმა საქართველოში შვილო ყველა პოეტიაო და შენერად ბევრი წერსო და ფრთხილად იყავიო შენ თვითონ არ გეტკინოს გულიო ეს დარიგება იყო თუ მაშინ მეგონა რომ მამამ გამაფრთხილე მაგრამ ეს მართლა კარგი დარიგება იყო და 100 წლები გამომყვა ჯობა თუმცა იმ ძნელბედობის ჟამს როდესაც მე ხან სამშობლოს მოღალატე ოჯახად ვითვლებოდით, იმიტომ რომ პირველი პრეზიდენტის მომხრე ოჯახი იყო და ჩემი მეუღლე რა თქმა უნდა ძალიან რთული და მძიმე ცხოვრება გამოიარა. შემდგომ იყო კიდე იცით რომ წინა სხვადასხვა ხელისუფლებამაც ვიდრე დღემდე ბევრი დევნა გამოვიარეთ და მე ვისურვებდი რომ ამ ქვეყანაში ვინც ვიბადებით ცხოვრობთ და ქართველები გვაქვს და გვაქვს უფლება ჯერ ქვეყანა გვიყვარდეს და ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი დაალაგდება, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ისტორია უნდა დამთავრდეს და არც მივესალმები ქართველების ერთმანეთთან შუხს და მტრობას რაღაცა არასულიერების გამო რა. ხოლმე გამახსენდა ჩემ გოგოს ისიც რაღაც მე-6 კლასში იყო რაღაც დაწერა მან ახლა და ცუდად გამომივიდა ხომ საყვედურობს ხოლმე მეც კი ვიქნებოდი ახლა რაღაც დავწერდი რომ აი მაშინ შე რომ ის არ გეთქვასო და მე რაღაც ნახევარ ხუმრობით უთხარი სეზურად არ მივიდა და შემდეგ ხო ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ ახლა მე აი ამ წინაშე რომ იცით წახალისება უნდა ადამიანს და შეიძლება მისი ფიქრები იქითკენ წავიდნენ რომ კაცმა არ იცის შეიძლება რანიჭი დაიკარგოს. თქო ვაჟებშაველა ახსენე და
გარდა ვაჟა-ფშაველა და გარდა იმისა, შენი სახლი მე ვიცი რომ შენ სახლს მაღლიდან პირდაპირ მაღლიდან დაყურებს დიდი ილია. კი ბატონო, ხელა დიდი, მაგრამ თუ დაებასავით პიროვნება, რომელიც მთელ ყვარეს და შენ სახლს პირდაპირ ქვეშ არის შენი სახლი და ისიც იქნებოდა რაღაცა მიზეზი იმისა, რომ შენ რაღაც პოეზიისკენ შენ სულში ჩასახლებული იყოს ის დიდი მადლი გადმოსული იყოს და გაქვს არაჩვეულებრივი ლექსი ყვარელზე და გინდაც ეხლა გინდაც მე კი, რა თქმა უნდა, ყვარელზეც მაქვს და ჩემს ფესვებზეც მაქვს და ის რაც ეხლა შენ პოეტი ხარ და იცი რომ ლექსი ისე არ ექმნება თუ შენ სულის სიმებს არ შეეხო და თუ თვითონ როგორც ნაკადული ისე არ გადმოდინდა ძალით ვერ დაწერ ვერაფერს და რა თქმა უნდა ამ ხდის მანძილზე ბევრჯერ შეეხო ჩემი სულის სიმებს ყველაფერი ანუ მოვლენები ჩემი ხედვები ამა თუ იმ არა მარტო მოვლენებთან არამედ ზოგადად მე მახსოვს პირველად რომ უძილაურთაზე დავადგი ფეხი, იმიტომ რომ ბავშვობის ერთხელ უძილაურთა არის ეს ადგილი, სადაც ჩემი გვარი წამოვიდა და უკვე მოზრდილი ფშავში, მოზრდილი ასაკში და სხვათა შორის უკვე ერთი წიგნი გამოცემული მქონდა რომ წავედით, შემთხვევით მოვხვდი ამ ადგილას, ბაღათერი მეუბნებოდა ხოლმე რომ უნდა წაგიყვანო უძილაურთაში, როგორ არა ხარ ნამყოფიო და არ მახსოვდა, იმიტომ რომ ბავშვების მერე მე იქით არ ყოფილვარ, იმიტომ რომ არ არის შენი ცხოვრება ისე მოწყობილი, სადაც მინდა გაიარო და ამიტომ სულ ვამბობ ხოლმე რომ ევროპაშიო წავედითო, ვიმოგზავრეთო, რომ ვამბობენ სულ ფიქრობთ, რომ რამდენი რამე მაქვს საქართველოში სანახავი და ჯერ მინდა რომ მშობლიური კუთხეებიც კი არ აქვს. რაღაცა თითქოს სხვა რამეს უფრო მარტივად და ადვილად აღვქვავ და მე მაოცებს ჩემი სამშობლოს ყოველი კუთხე კუნჭული სიდიადე ჯუბა და იქ იმხელა რაღაცებია რომ სხვანაირად მაფიქრებს და აი ამ უძილაურთაში ზუსტად აი ეს დავწერე მეც მაქვს უფლება არაგვზე დავდექით რა არაგვზე გადავედით იქ ფშავის არაგვზე და იქ ხო წარწერა არის უძილაურთა და ფშავის არაგვი აწერია და რაღაცნაირად ესეთი ფოტოს მე აღვიქვი ესე რომ უძილაურთას მივაკუთვნე ის არაგვი და დავწერე ესეთი ლექსი მეც მაქვს უფლება უმღერო არ აქვს მეც მაქვს უფლება დავტკბე ხედებით ფშავი მიყვება და ამბობა არ აქვს რომ აქ სახლობენ ჩემი ფესვები იდუმალი ერგული ბუნება ლექსიც თანდევი ნაკარნახევი გრძნობებზე სიომესალ ბუნება ფშავში არავგი ნაკალმახევი ეს ლექსი რო დავდე Facebook გვერდზე ესეთი იყო გამოხმაურება ხევსური მეგობრებისგან რა ვინ რა რატომ მიისაკუთრებ ამ უძილარუმაო ფშავსო არაგვი რომ მიასაკუთრებ რა ხევსურებს არ გვაქვსო 4 არაგვია ხო? ხო და არა მე-4 ახლა ესე არ არის უბრალოდ მეთქი ახლა მეგობრულად რა თქმა უნდა წამოშორის მე ერთ-ერთი მაქვს სადაც თენგოს უწერ ჩემს თენგო ავსაჯანიშვილს თერგიც როა და არაგვიც მეთქი თერგზე უწერ და ჩემთვის სხვათა შორის თერგიც არაგვია და არ დაგავიწყდეს და საერთოდ ალბათ დაიწერა კიდე და დაიწერება კიდევაც არაგვი ქართულ პოეზიაში ის უნდა დაიწეროს იმიტომ რომ ყველა თვითონ ინსპირაციაც არ აქვს რომ უყურებ ახლა ხევსურეთზე მაქვს ესეთი ლექსი ხევსურეთს ჩავყევ მზის სხივებს გზაგასაყარზე არაფთან კრეფტი ყვავილებს მთის მძივებს არც ტყებრაზობ და არც ამთა მეცვეზიარე ამ ხარის ძნელად გასავლელ ბილიკებს ლაღად გავყურებ ხევსურეთს არაგვით ტრფობას მიპირებს მათბობს ბალახთა სურნელი მთა მხრებზე მზის სხივს მიიწევს მე სიყვარული მსურს შენ დაგულიც თისკენ მიიწევს რა არის გენეტიკა მაინც ახლა შენ ამის შეგნებული ცხოვრება ქალაქში ცხოვრობ ყვარელში დაიბადე გაიზარდე და იმდენად ფშაური გაქვს რაღაცები და ძალიან კარგია რომ ეგ გაქვს ხო ეს ხო გენეტიკას ხო ვერ გაიქცევი ხო აი ძალიან დიდი რამე ეს გენეტიკა რა ნუ ჯერ კუთხური მერე კიდე ქართული ძიძველი ქართული და ჩვენ მოვდივართ და ვიკვებებით აი ამ ყველაფრით და ეს არის ყველაფერი ჩვენი პოეზია ეს მთები ეს მდინარეები და მათ შორის ეხლა შენ ისე ვარ გამოგვივიდეს რომ მარტო მთის და ფშაურია რაღაცა ცოტა ისეთიც გაურიოთ რომ მაყურებელმა და მსმენელმა მხოლოდ მთის მხარი არ აღიქვას ჩემში როგორც ლექსის მწერის ხო ამიტომ გაზაფხულთან დაკავშირებით ახლა წაღან შენ იასამანი ახსენე და ჩემშიც ესა ახლა უცებ გამახსენდა ეს ლექსი და მე მგონი აქაც გაქვს დაბეჭდილი ბაღში ბაღში აყვავდა ალუბალი ეზოსში ყვავის ვაშლი
ბაღის ბოლოში კი თეთრი ბალი ყვავილებს ჯერაც არ შლის. სხივი ატმოსფერის ეცის კიდეთ ფერებს უწნავს აპრილს თმაში. მოდი მომეხვი ერთხელ კიდევ ბზარის შემერია ხმაში. ბაღში აყვავებულ ალუბალთან ყვავილს ალოჩაც ხომ გაშლის. ჩვენი და წავიკითხავთ ჩვენს ლექს. ქრისტე აღდგა კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულს ამაღლებამდე აღდგომებია სულ და ჩვენ აი ესე ჯერ კიდევ გლოვის პროცესში ვარ, თუმცა 40 გავიდა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ამაღლებულია და უფლის მარჯვნივ არის. ქრისტე აღდგა. თუმცა მაინც ჩვენ ჩამოყალიბებთ აღდგა თუ აღდგა. ჩვენთვის უკვე აღდგა, ისე ადრესულ აღდგას ხმარო. მე მივიჩვიე უკვე. დაეთრგუნა სიკვდილითა სიკვდილი. ხარობს მიწა წინა ნაყარი ზეცასთან. ჩამორეცხა ტანჯვით ღმერთმა სირცხვილი. ჩამორეცხა ადამთან და ევასთან. დღეს სიცოცხლე დაიბადა უთქმელი. დღეს გოლგოთა მოიფინა იებით. ქრისტე აღდგა უფალი. ჭეშმარიტად დიდებით. დღეს დაიმსხვრა ჯოჯოხეთის კარიბჭე და გაიღო ახსავალის კარები. შენიყავი ღმერთო ჩვენი მწე, მადლობა რომ ავიხილე თვალები. ქრისტე აღდგა უფალი და განათდა საუკუნოდ უკუნი. ჭეშმარიტად უთხარით ანგელოს და დასისისმის გუგუნი. შენთვის რა არის? მოდი ეხლა რა კი ვახსენეთ ეს ყველაფერი და დღეს მე ვიცი პატრიარქიც იქნება ლექსი და ყოველ შემთხვევაში უკვე ამ სოციალურ ქსელებში არის განცხადებები, რომ ამზადებენ წიგნს პატრიარქისადმი მიძღვნის და ვისაც ლექსები აქვს და ნუ არ ვიცი ალბათ იმდენი ლექსი და იმდენი წიგნი დაიბეჭება და ძალიანაც კარგი რასწავლი გამოვა და ის პატრიარქის ხსოვნისადმი და მე სულ ვამბობ ხოლმე ჩვენთვის პოეზია, ზოგადად პოეზია, ლიტერატურა და ხელოვნება, მაგრამ რატომაც ჩვენ ქართველებისთვის მაინც ხელოვნება რატომღაც წინაყარია უფალთან, ღმერთთან და რელიგიასთან ერთგვარად და თომაც გვაქვს აი ესე წამძღვარებული ამ გაზეთისთვის წერლობა, პოეტობა, მოციქულთა სწორი მოღვაწეობაა სერაფიმე საროველის სიტყვები და რატომღაც აი შენთვის აი როგორ ხედავ ჩვენ მომავალი ნომრისთვის, რომელიც შაბათს გამოვაოთ მაის გვაქვს ესეთი რუბრიკა ლიტერატურა და რელიგია. აი რა არის შენთვის რელიგია და რა კავშირები შეიძლება იყოს რელიგია? შეიძლება ცოტა ეხლა ესეთი რთული არა, მაგრამ ეს კითხვა იყოს, მაგრამ რა არის მაინც მე ვფიქრობ, რომ თუ ლიტერატურა ემსახურება მორალს, ზნეობას, ადამიანთა სიკეთეს და სიყვარულს, რელიგიაც იგივეს გადაგეს ფაქტიურად რა. ვუპასუხებ მე მგონი ჩვენ ზოგადად იცი რა არის რელიგია, როგორც ასეთი არ შეიძლება მოვიაზროთ როგორც რაღაც დოგმა. მე ვფიქრობ, რომ ღმერთი ყველა ჩვენგანში, ახლა მე იმედს ვიტოვებ, რომ მსმენელი ფანატიკოსად არ მომნათლავს, მაგრამ თუნდაც პატრიარქის ამ ქვეყნიდან გასვლის დღეს რომ ვუყურებდი, სრულიად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები სხვადასხვა საკითხზე აბსოლუტურად ერთად დადგა და იცი რა გამიხარდა ჯუბა? მე გამიხარდა რომ ჩვენი ქვეყანა მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე არ გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, მაინც ფუნდამენტურად სიღრმისეულად ვართ ქართველები, რომლებიც იმ მიწაწყლის შვილები ვართ, სადაც აღმოვცენდით და იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ერთ კონად შეიკრება და ძლიერი და ერთიანი საქართველო ისევ ვიქნებით ჩვენი დაკარგული ტერიტორიებთან ერთად და იმ ადამიანებთან, იმ ჩვენ აფხაზაოს ძმებთან ერთად, ვისთან ერთადაც ღმერთმა გვიბოძა ადგილი, რასაც საქართველო ქვია, სადაც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ამიტომ ჩემთვის რელიგია არის ის რწმენა, რაცაც ერთმანეთის სიყვარული ქვია. და მე სულ ვამბობ და კიდევ აი არ მინდა რომ ერთი და იგივე ვილაპარაკო, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში მაქვს ერთადერთი ჩემი პირადი აზრი, რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არ გაიზიაროთ. ადამიანის დაბადება არ ხდება შემთხვევით. ადამიანები იბადებიან სიყვარულის ნაყოფია და ეს სიყვარულის ნაყოფი არ ღვივდება ყოველთვის.
მხოლოდ მაშინ იბადები, როდესაც რაღაც ნება არსებობს და ეს ნება მხოლოდ მამაკაცის და ქალის ერთად ყოფნის ნება ვერ იქნება. იმიტომ რომ ქალის და მამაკაცის ერთად ყოფნა ყოველთვის არ ბადებს ახალ სიცოცხლეს, ხომ ეთანხმებით. რადგან ახალი სიცოცხლე იბადება, ესე იგი რაღაც ჩემთვის რა თქმა უნდა, თან მით უფრო სიცოცხლე, რასაც ქვია, რელიგიაში ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია ასე გვეუბნება, რომ ის უფალი თითოეულ ჩვენგანში იმ სიცოცხლის სახით არის, ეს იმ სიცოცხლის საჩუქრის სახით გვაძლევს და აქედან გამომდინარე მეც ზუსტად აი ჩემი აზრი არის ასეთი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაზე იბადება ღვთის ნებით. ამიტომ არის სიცოცხლის ხელყოფა ძალიან დიდი სასჯელი, იმიტომ რომ ღვთის ნების წინაშე მიდიხარ და ღვთის საჩუქარს შენ ართმევ ვიღაცას, ან უარყოფ, ან არ იღებ. ჯერ საჩუქარი როგორი ძვირფასია, როცა ერთმანეთს ვაკეთებ და როცა ღმერთი გჩუქნის, ყველაზე ძვირფას, რასაც სიცოცხლე ქვია. ამიტომ ჩემი აზრით ადამიანი, რომელიც იბადება, მასში თითოეულ ადამიანში უფალია. შენ წარმოიდგინე ჯუბა, მე არ შემიძლია რომ დავყო სხვადასხვა რელიგიის ადამიანები. ჩემთვის ყველა ადამიანში ღმერთია. და ამიტომ, რადგან ჩვენში ღმერთია და ჩვენ ღმერთი გვიყვარს, ესე იგი ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს. და რადგან ერთმანეთი გვიყვარს, ესე იგი მხოლოდ სიკეთის თვალებით უნდა ვიყო. ეს არის ჩემთვის რელიგია. მოკლედ რა ვთქვა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიყავით წარმართები და ძალიან გვიან მოვიქცით ქრისტეს რჯულისკენ და ერთ-ერთი მოსაზრება იყო ესეთი ამ ბოლო დროს საკმაოდ ცნობილ ადამიანთან, რომ ჩვენ დაგვაბრალეს, რომ ჩვენ ვიყავით ღმერთოები და გავხდით მეરે, აი მაშინ როცა მოვიქცით ქრისტეს რჯულზე და ეს საწყენი არისო, იმიტომ რომ ის ადამიანები იგივე ხევსურეთშიც და სხვაგან, რომლებიც თავის რაღაც თაყვანს სცემდნენ ღმერთებს, ესენი მათი ღმერთები იყვნენ და არ იყო ეს წარმართული, შეიძლება იყოს წარმართული სულთა მორფოლოგიური რაღაც ისე თვალსაზრისით, მაგრამ ის მათი ღვთაება იყო ეს და ესეც გვეთამდე მიდიოდა მათი ლოცვები და რაღაცები და რიტუალი იყო ერთგვარი, ასე რომ ეს ხაზი გადაუსვა და ესენი კერპები იყვნენ, ესე ცოტა ჯუბა, ნახე, მე და შენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე და რელიგიაზეც რა თქმა უნდა და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ და გქონდეს ჩვენი აზრი. მაგრამ მე არ შემიძლია, რომ რამე დოგმებით ვისაუბრო რელიგიაზე, რომლის სიღრმეებში ნამდვილად ვერ ჩავალ, იმიტომ რომ არ მაქვს შესაბამისი განათლება. მე ჩემი ინსტინქტების დონეზე და ის ნინო უძილაური, რასაც ქვია, ადამიანი, რომელიც დავიბადე ამ ქვეყანაზე და დავდივარ და მაქვს ჩემი გონება და ჩემი გრძნობა და გული და შემიძლია რომ ჩემი აზრი გამოვთქვა და რომც არ გამოვთქვა ჩემი აზრი მქონდეს, აი ამ შეგრძნების დონეზე, ჩემი ცხოვრების მანძილზე მე რაც ჩემთვის რაც დავინახე და რა გზასაც მივყვები, რაც ჩემია. არის ის, რომ მე უნდა მიყვარდეს ადამიანები უპირობოდ პირველსავე შეხვედრაზე, მაგრამ მე უნდა დავიცვა თავი ნებისმიერი ადამიანისგან, რომელიც ვიცი, რომ ჩემთვის ძალიან ცუდი შეუძლია, რომ თუ მივხვდი ამასაც შეუძლია ცუდი რამე დამიშაოს და რა თქმა უნდა ამ დაცვის იმასაც არ უარყოფ, მაგრამ თუ ჩვენ რაც ათიმცნება, ასე ვიცხოვრებთ ერთმანეთი მართლა უპირობოდ გვეყარება და თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ ყველა ადამიანში ღმერთია მიუხედავად მისი გარეგნობისა, მიუხედავად მისი გონებისა, მისი განათლებისა, ყველაფრისა, მისი ეროვნებისა თუნდაც, წარმოიდგინე რა ლამაზი იქნება და აი ეს იქნება 64 და ერთხელ ძალიან პატარა ვიყავ, პატარა არ ვიყავ 25-6 წლის გოგო, პატარა შვილები მყავდა, მაშინ ჩემი მეუღლე სადღაც დევნილობაში იმყოფებოდა და პოლიტიკურად დევნილი იყო და მოიტანეს სპირიდონ ტრიმიფუნტელის ის არა რაღაც ფაჩუჩიროა ხო იცი და ეს რაღაც სურვილები რო ჩავუთქვათო რა და ხუთი სურვილი არის ესე კრწანის სიმაღლა არის არა ის არის სერაფიმე საროველის ტაძარი არა არ ვიცი თუ გახსოვს ერთი პერიოდი და აიყო ეხლაც არის რომ დააბრძანებენ ხოლმე ოჯახიდან ოჯახში ხატებს და არის მომლოცველთა ჯგუფი და ისინი თავისი მეებს გეუბნებიან რომ აი დაუშვათ ეს არის ეს წმინდა ტაძრებშიც რომ შედიხარ წმინდა ნაწილები ხო არსებობს ხო და მე მახსოვს
მახსოვს რა ეს ისა ფაჩუჩი არ ვიცი ახლა მაშინ ესე მოიტანეს და მითხრეს რომ ჩაუთქვი ხა თან ისეთი მდგომარეობა მქონდა რომ ძალიან სასოწარკვეთილი და რა ვიცი ატაქვეშეთში და ფაქტიურად ცუდი მდგომარეობა მქონდა მე პირადად და ქვეყანაშიც არ იყო დალაგებული 90-იან წლები მაყურებელს გავახსენებ კიდე და მაშინ ჩავიფიქრე ხუთი სურვილიო და პირველი და მეორე და მესამე და პირველი რაც დავწერე სხვათა შორის ვინც მოიტანა გაუკვირდა სპირიდონ ტრიმიფუნტას ვთხოვე რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ უპირობოდ უყვარდეთ ერთმანეთი იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ეს აი როდესაც ჩვენ ყველას ერთმანეთი მართლა გვეყვარება ისეთები როგორებიც ვართ და არ დაუწყებთ ერთმანეთის თვალში ბეწვის ძებნას, როცა ჩვენ თვითონ დირებით შეიძლება ჩვენი თვალები სავსე იყოს, რაღაცა იქ სიმშვიდე იქნება და მე ძალიან სხვანაირი იქნება ცხოვრებაც და მე ესეთი ცხოვრება მინდა და ჩემთვის რელიგიაც ამას ემსახურება. ნუ ამასაც უნდა ემსახურებოდეს და ლიტერატურაც მე მაქვს ესეთი ლექსი, მე ვიცი რომ შენ ჩემს პოეზიას იცნობ და ალბათ შენს გაგახსენდება, ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ჩემს ნატერფალზე თუ გაივლით სრულად მიხვდებით რომ სიყვარულში დავიფერფლე როგორც ამბორი რომ გრძნობებს ისე ვერ ჩააქრობს ციდან წვეთები როგორც სამთელი მოღვენთილი მთაზე თაბორის ისტორიაა დაწერილი სიყვარულისთვის თვით სიყვარულმა გამოძერწა ჩემი სახება გრძნობა დამშრალი დაფერფლილი სიცოცხლისათვის ამ ნატერფალზე ნაკვალევა დაისახება მე ვფიქრობ ისა ჯუბა რომ ჩვენ როდესაც მოვდივართ ამ ქვეყანაზე და ვცხოვრობთ და ჩვენს ნატერფალს რა თქმა უნდა ყველა თავის ნატერფალს დაამჩნევს ამ დედამიწას იმ ნატერფალზე ნაკვალევი უნდა დარჩეს რომელიც არის მარადიული და სიკეთეს და სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს ეს ჩემი აზრია წელი ყველაფერი სიყვარული და აგერ შენი ლექსი სიცოცხლის სიყვარული თუ სამყარო სიყვარული თენდება დღეს დღეები მივაწებოთ ლოცვით მონატრებით გული თუ გახელდება აპატიეთ და შემიდეთ ცოდვილს მიაქროლებს დღე ღამებს მთვარიანს მარტოობის უღიმღამო წოლებით სიზმრებიდან თვალს თუ ახელ ნამიანს ამ სიზმრებში უმოწყალოდ ცდები მას სამყარო გამითენე ოცნება წამიწყოფნის სულისცაში ფრენას მზევ ინებე წამიერად ესნება რომ სიცოცხლის სიყვარული ერქვას შენ ახსენე 90-იანი წლები და ჩვენ მაშინ 9 პრიმა გაგვაერთიანა შემდეგ ჩვენ აგერ პატრიარქის გარდაცვალებამ გაგვაერთიანა და მართლა ჩვენ ერთ ფესვზე ამოზრდილი გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანები ვართ აი ერთი გენეტიკის აბსოლუტურად არ ვიცი ხა ქრომოზომათა სხვადასხვაობის მიუხედავად და კონდა შეხვედრა წინა დღეებში ახალგაზრდა პარლამენტართა, ახალგაზრდა კი არა, ახალგაზრული ფრთა პარლამენტარების ეს არის სიმბოლურისა და იყო ესეთი თემა ლიტერატურის მნიშვნელობა საზოგადოებაში ზოგადად. აი ნახეთ რა შორს მაგაც წავიდეთ 9 აპრილმაც რამხელა ფაქტია 9 აპრილით ლიტერატურამ შემოგვინახა. აი მე ლექსებმა იმ სიმღერებმა შემოგვინახეს და დღეს კიდევ წეგან მახსენეთ აი პატრიარქისადმი მიწვიმა ლექსებმა და სიმღერებმა და აი ამდენად ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩვენ ლიტერატურაზე, ჩვენ პოეზიაზე ვლაპარაკობ და პოეზია ესეთი არ მარტო სულიერი განცდა, არამედ აი ამ სამყაროს აღქმა არის და იმ მოვლენებისა, რაც ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად სამყაროში ხდება და მაინც რა არის შეთვის პოეზია? ჩემთვის პოეზია არის ყველა პოეტი უმღერს სიყვარულს სათნოს. ყველა პოეტს სურს გული გაჩუქოს, დათმოს, იწოდეს, წერდეს, გეფერებოდეს ლექსად. პოეტი ყველგან ცხოვრობს მუზათა მწყიმსად, აშრიალებულ რითმებს ალაგებს რიგში, დაფარულ გრძნობებს ეძებს დაკეტილს კივში, კალამი მაშინ ემორჩილება თითებს, როცა პოეტი ზეცას უხატავს რითმებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი პირისა მეხუთე კრებული, რომელიც სხვათა შორის ხვალ ბოლნიში მაქვს საღამო
და ბოლნისის მადლობა მინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადაუხადო, ეს მათი დაგეგმილია და მიხარია, სადაც უნდა წარვადგინოთ ჩემი მეხუთე კრებული სტრიქონებს მიღმა და იქ ვამბობ ამ ბოლო დროს ბოლნისი ძალიან გააქტიურდა ამ ლიტერატურის პროცესში. იმიტომ რომ კარგია, ბევრი პოეტი, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა ჩვენ რო ჩვენთვის ვწერდით ისა სხვათა შორის ჯუბაშენ წეგან კითხვა დამისი რომ ამდენ ხანს სად ვიყავი რაღაცებს ვწერდი, მაგრამ არ ვაქვეყნებდი და არავინ არ იცოდა რომ ვწერდი და რომ გამოქვეყნე და ამისთვის მადლობა რეზო მიშულაძეს, რომელმაც თვითონ მაიძულა ფაქტიურად რომ გამოჩენილიყავი, მე მაინც ვერ ბედავდი გამოჩენას და აი გაიცნო საზოგადოებამ და ასე თუ ის ახლა მე არ ვამბობ რომ რაღაცა ის ოჯახური ფაქტორიც ხომ არის, აი ბუდიში ჩაგეჭრით. ხშირად ახლა ქალბატონები განსაკუთრებულად ზედოთ შემოქმედისთვის თავისუფლება დრო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გათხოვილ ქალებს ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ მეუღლე, შვილები, ოჯახი და ეს რუტინა, რასაც ყოფითი ცხოვრება ქვია და უკანა პლანზე გადააქვს ქალ თავისი ეს შინაგანი მდგომარეობა და ხანდახან გვიან გამოდიან ხოლმე, ეტყობა ეგეც იყო ალბათ მით უმეტეს როგორც ამბობ. მე მქონდა ზუსტად ის წლები, რომლებმაც 2012 წლამდე ცოტა ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ამას ახლა ამის პოლიტიკური დატვირთვები და არც ის ჩემი გავლილი გზა მინდა ვახსენო, იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერ მოახერხე ჩემი მცირეწლოვანი შვილების ფონზე, როდესაც არაჩვეულებრივი შვილები ყავს, მივესალმები. მე ჩემთვის სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ის იყო რა სამსახურიც კი მეუწდომელი იყო, იმიტომ რომ იბლოკებოდა, არ მინდა ახლა ამებზე საუბარი, მე მინდა რომ ამ ქვეყანაში არასდროს არ იყოს რომ ნიჭიერებას თუნდაც ადამიანს კონდეს უფლება რომ იცხოვროს იქ, სადაც დაიბადა, გაიზარდა და კონდეს მას ამისთვის პირობები. ეს არის იმ პერიოდს მე რა თქმა უნდა არ განვიხილავ, ალბათ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ამ რაღაც მორყევებში მოყვა, შეიძლება დღესაც იყვნენ ადამიანები და მე არ მინდა რომ ისინი იყვნენ ამ მდგომარეობაში, რაც მე გამოვიარე, იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ დაიბადე იმ ქვეყანაში, სადაც არ აქვს არც რაღაცა პირობები, რომელიც შენ ცხოვრების უფლებას და იმას მოგცემს, ამიტომ მე მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში ყველა ვინც იბადება, ქართველია თუ არა ქართველი, საქართველოს მოქალაქეს კონდეს უფლება და საშუალება რომ თავის მიწა-წყალზე ბედნიერად ისე იცხოვროს, როგორც მისი შრომა იმსახურებს. აი ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს ხვისკენ ხელი არ უნდა გავიშვიროთ, ჩვენი დამსახურებით უნდა ვიყოთ და ვიცხოვროთ, მაგრამ რაც შეეხება სად იყო ჩემი ლექსები, შეიძლება ლექსები, აი ეს ბევრი ლექსი რატო იცი ზეპირათო რომ მეუბნებით, ლექსები რომლებსაც ვერ ვაქვეყნებდით და არსად არ იწერებოდა ხო იწერება შენთვის ეს ხო სანამ როგორ არის ლექსი, სანამ არ დაწერა არ მიდის არსად. ხო, ასეთია ძალიან ბევრი ლექსი, რომელიც თუ გაფრინდა იმას ვერ იჭერს დაუშვათ და ვერ გავიწყდება. ძალიან ბევრი, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთია, რომ ის უნდა დაწერო, იმიტომ რომ რო არ დაწერო არ განებებს თავს და ეს ლექსები, რაც ახლა მე შემიძლია ზეპირად მოგიყვა ეს ლექსები, აი განა მერეც დაგიკრიფავთ სიყვარულის მარცვლებს, ჩამიხუტეთ ვიდრე მთვარე თავის სხივებს მაცმებს, ცად ვარსკვლავებს ვიდრე სჯერათ სიყვარულის ცრემლის, ჩამიხუტეთ თორემ გასკდა ხეზე კვირტი ტყემლის, მერე კაბად მომართვევენ ატმის ფერად ყვავილს. განა მერეც გეყოლებით დრო მოჰყვება ბღავილს, ჩამიხუტეთ ვიდრე აქვარ, ვიდრე ფეთქავს გული, დროში გამოგვაცლის, რჩება სინანული, მერე წახვალთ და იტყვით უყვარდი ნინოს. სევდის ფერ ღრუბელს ცრემს გამოატანთ ბევრს. თავად დაისხამთ ტრფობით დაფერილ ღვინოს და გაიხსენებთ წარსულს ბედნიერ დღეს, მე კი წავალ და დავწერ ვერ ნათქვამს ტრიქონს, დაველოდები დროს და გასავლელ გზებს. მერე სიმშვიდით გავყვები ბილიქს იქ შორს, სადაც არავინ აღარ დამეთვლის წლებს. ეს არის ლექსები, რომლებიც აი იწერება ტვინში, აი არსად არ მიდის, სანამ არ ამოთქვამ და რო ამოთქვამ უკვე ის გამახსოვდება. და ესე არის. ნიჭიც არის ერთგვარი. ბევრი ლექსი არის ესე, რომელიც არსად არ მიდის და მომახსოვდება. ნიჭი უნდა. არა მარტო ხატურად გადმოცემისა, არამედ თვითონ რომ იმახსოვრებ ლექსს არ ღელავ, არ იბნევი და მე ბევრჯერ მომისმენია, რომ ძალიან ლაღად და როგორც ცეთო როგორც პოეზია შეეფერება რა. და რა არის პოეზია და რატომ უნდა დავწეროთ? მე ერთმა ახალგაზრდა პოეტმა, რომელმაც ბავშვოვან პატარა სანამ ეხლა ძალიან კარგი პოეტია და ეხლა გვარსთა სახელს გიორგი იცი ხო შენ ზუბიდაშვილი.
კარგი ბიჭია, კარგად წერს და რაღაც გარკვეული პერიოდის წინ პატარა იყო 10 წლის წინანდელ ამბავს იყვები. ანუ ძალიან კარგი თაობა მოდის. ხო და ნახე დადო კალამი და თქვა რომ მე აღარ დავწერ ბავშვი ახლა რაღაც ბავშვი რაღაცებს წერდა და მაშინ ვუთხარი რომ არა ხდება ესე უნდა დავწეროთ ჩვენ და მე დრო თვითონ გასცემს პასუხს და ამიტომ ეს ლექსი მინდა გითხრათ რა არის ჩვენთვის პოეზია. სულით ფაქიზი ხარ და იწვი პოეტო, სულში ჩამალული დარდით და ფიქრებით. პოეტნიც ამიტომ ვპოეტობთ, ავენთოთ კელაპრად სანამ აქ ვიქნებით და მერე საწუთრო ჩვენს ლექსებს მოაბნევს ღიმილად, ფიქრებად და დასაფიქრებლად. ამიტომ პოეტო უნდა იპოეტო, უნდა გადმოდინდეს სხვა მარგალიტებად. შენიერია მეყვარს ეს ლექსი, ზე როგორც ბევრი სხვა შენი ლექსებიდან და აი რა უფრო ჭარბობს ზოგადად შენს პოეზიაში? მეცია თემატურად ყველაფერი ჯუბა ვერ გეტყვი. მე არ მაქვს დავჯექი და ლექსი დავწერე. კონკრეტულ თემაზე და როგორც ესე ვთქვათ, მუზა მოგივა, თუმცა მე მუზებს არ ვწყალობ, ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს უფრო პოეტური პერიფრაზია რო სადაც მუზა და აი მუზა მოგიფრინდა, ანუ არა ეს ჩემთვის არის ესე. იცი რატო? ნახე. ვისთვის როგორ ხო? როგორც ადამიანები. მე არ გულისხმობ აქ მუზა ობიექტს, არამედ გულისხმობ ზოგადად რაღაც მუზა მოგივა, სადაც დაგიჯახება და რაღაც, ну ესეც ხო გასაგები არის, ну რაღაც მოდის და ამაჩვენებს. მე შემიძლია ლექსად გაქცე პასუხი მაგაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგია და სწორია. იცი რა არის ჩემი აზრით, როგორც არ არსებობს, არ მეორდება ერთნაირი არც ხეზე ფოთოლი და არაფერი სამყაროში, არ მეორდებიან ადამიანები და არ მეორდება არაფერი. არც შეგრძნება ლექსის და არც გადმოცემა. ყველას ინდივიდუალური ეს არის სამყარო, იმიტომაა ლამაზი, რომ ინდივიდუალიზმია დაცული. სხვადასხვანაირია ყველაფერი და ეს ყველა სხვადასხვანაირობა ჰარმონიას ქმნის. ჩემი აზრით ლექსია სულის ქათიბი, გრძნობით ნაქარგი სამოსი. ლექსის საზრდოა მკითხველის მთქმელს თუ სათქმელი გამოსდის, ბუნებამ ნიჭი აფრქვია, სულსაც დაუდგა ცხონება. საწუთროს ერთი აგური, ეს არის ჩვენი ქონება. შემოგიოდეთ. ამას უნდა ეხლა შენ დაბადების დღეს რომ გილოცავს, ჩვენი კაკოსი ლაგავე, სადაც შედუღლივი ადამიანი. რა კარგი ლექსი მოუზებნიათ, არ მახსოვდა ეგ ლექსი. უნდა ნიჭიერი კაცი არის, ალბათ სტუდიაშიც მოვიწევ ერთხელ და აი ეს მიგნებები რა, აი ყველაზე მთავარი რაც არის და კიდევ რამე და კი არ კითხო უბრალოდ ვსაუბრობთ ეხლა ზოგადად ლიტერატურაზე, ლიტერატურის დანიშნულებაზე და იმ მნიშვნელობაზე, რასაც ალბათ ყოველთვის აქვს თავისი ნიხრი, თავისი ნიშა. დღეს აი საზოგადოებაში რა როლი უკავია საერთოდ ლიტერატურას და უნდა ეკავოს თუ არა, მე ეხლა უბრალოდ გავაკეთებ პატარა შევეხები წარსულ რაღაც ახსენებელ კომუნისტურ დროს, რომელსაც ჩვენ ყველაფერს ხაზგასმა გვიყვარს ხოლმე, იქ ბევრი კაი რამეც ხდებოდა და მე მე-20 საუკუნის ხელოვნება ზოგადად რენესანსის პერიოდს ვეძახი, ნებისმიერ სფეროში ხელოვნებისა, კულტურა იქნება, საღვთი ხელოვნება, ლიტერატურა, კინემატოგრაფია თუ დრამატურგია თუ ასე შემდეგ და თეატრი და ასე შემდეგ და მაშინ წერას თავისი, წერის სიტყვას თავისი წონა ჰქონდა. დღეს არ არის ქართული მწერლობა და სად ვარ და არის თუ არა ტრიბუნი დღეს და უსმენს თუ არა დღეს მწერას. ჯუბა მე შემიძლია ჩემი აზრი მოგახსენო და ჩემი აზრი ვთქვა როცა ქართულ მწერლობას სიტყვა ეთქმოდა ჩემი აზრით მაშინ ქართული მწერლობა არ იყო ასე თვითდინებით მიშვებული და არ ხდებოდა თითოეული ნააზრევის ლექსის თუ რამე ლიტერატურული შემოქმედებისმიერი ადამიანი რომელიც რაღაც შემოქმედებას ქმნის ყველას გოგონია რომ ჩვენ ვარსკვლავებს ვწყვეტ და რაღაცა სასწავლო რაღაცებს ვწერთ ესე არ არის მე დღეს იგივე აზრზე ვარ თუმცა ეს არ არის ჩემი აზრი არ ნიშნავს რომ ეს ასია მაგრამ მე ვფიქრობ რომ მე აი ნინო უძილაურსაც მინდა რომ ლიტერატორებმა და კრიტიკოსებმა გაიარონ ანუ გადახედონ და აი ცუდ რამეს ვიტყვი ახლა, მაგრამ ჩემი აზრია, არ უნდა გქონდეს ყველას დაბეჭდის საშუალება და არ უნდა იყოს ესე, რომ უგემოვნო
ნაწარმოები თუ რაღაცა ლიტერატურული იბეჭდებოდეს და გამოდიოდეს. ეხლა შეიძლება ძალიან ბევრისთვის საჯიჯგნი გავხდი აი ამ სიტყვების გამო, მაგრამ ქართული მწერლობა სად არისო? ქართული მწერლობა არის იქ, სადაც არის ქართული მწერლობა და დღეს არის ეს ქართული მწერლობა და ამბობს რაღაც თავის გარკვეულ სიტყვას და მე უფრო რა მგონია იცი ნელ-ნელა ყველაფერი დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც სიტყვას უკვე ფასი ექნება. დღეს წლებია რომ საქართველოში ქართული მწერლობა დღეს დათვითკაცებულია და შეიძლება ამის გამოც არის, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ბლოკებად, ფილმებად არის შეკრებილი და თუ ვინმე სადღაც კარგად გზნობს თავს, მეორე მხარეს იქით ატოვებს, მეორე მხარე პირველობისთვის იბრძვის და რაღაც თითქოს ესე უნდა. აი ნახე, ზუსტად იქ მივედით, რომ ბრძოლა ტიტულებისთვის, რომელიც დამღუპველია ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით მწერლობაში. მეც ძალიან ბევრჯერ წავაწყდი საზოგადოებაში ადამიანებს აღარ უნდათ აღარაფრის საკითხვა და უბრალოდ მოსმენით შეუძლიათ და ფილმებით შეუძლიათ რაღაცები შეივსონ. მე გინდა არ გინდა მაინც ღირებული ლიტერატურას სხვა ხიბლი და სხვა დატვირთვა აქვს. ღირებული ლიტერატურა რაც არ უნდა არ გაუკეთო პიარი მაინც თავის ადგილს პოულობს. ამიტომ ქართული მწერლობა უნდა დადგეს ერთად და თავიანთი პირადი ამბიციები უნდა გადადონ გვერდზე და ქვეყნის სამსახურში იმ ფორმით უნდა დადგნენ, რომ ქართულ მწერლობას დიახაც უნდა საზოგადოება უსმენდეს. საზოგადოებას დაბნეულია ქართული მწერლობის სხვადასხვა მხარეები, რამდენიმე მხარე არსებობს, რომელსაც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრები აქვთ. არ უნდა ჩაერიო მწერლობა პოლიტიკაში, უნდა თქვა მართალი სიტყვა. მართალ სიტყვას აუცილებლად ექნება თავისი მიმართულება. აი, მე სხვათა შორის ზოგჯერ ვიზიარებ, ზოგჯერ არა და მე პრინციპში სულთვლი რომ პირიქით მწერალი არათ უნდა ჩაერიოს, იმ პოლიტიკურ სათავეებთან უნდა იყოს, უნდა კონდეს დიდი ტრიბუნა პარლამენტში და ყველგანაც. ჩარევაში რას გულისხმობ? აი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებში. მართალი სიტყვა. ხო, მართალი სიტყვა თავისთავად საკითხია. მე ჩარევას ხარ ამე ვიგულისხმობ. მახსენდება, ანუ ჩარევა ჩვენ ყოველ ხარე არ უნდა იყო ქართული მწერლობა, უნდა იყო შეიძლება ლიტერატურა მხარე იყოს, ხო? და საერთოდ სხვა რაღაცას ქადაგებს ლიტერატურა ესე როგორც რელიგია და მხარე ვერ იქნება. ჯუბა ჩვენ ძალიან მხარე გავხდით, აი სწორედ ამიტომ დავკარგეთ თვითყობადობას, სწორედ ამიტომ დავიშალეთ კლანებად, ჯგუფებად და ყველა თავთავისას მივერეკებით ესე ხო და ერთულ პერიოდს გავდივართ ჩვენ და უნდა გავუძლოთ ამ პერიოდს ყველა სფეროში და ერთმანეთს უნდა თანადგომა გამოუცხადოთ და მართალი გზა უნდა ვიპოვოთ ყველა სფეროში, მწერლობაშიც და სხვა საკითხებშიც და პოლიტიკაშიც. მართალი გზა არის მართალი სიტყვა და ის მართალი გზა ერთია და მართალი სიტყვაც ეს სიტყვა თვითონ ღმერთი და ღმერთი არის ის გზა, რომელიც როგორც თენგიზ აბულაძე ამბობს, მიყავს იმ ტაძართან, რასაც ქვია ერთობა და ღმერთი და დიდი სიყვარული და ეს რყევები გვაქვს ახლა ჩვენ კი არა მთელ სოფლიოში დიდი თენგიზ აბულაძე ახსენდება მონანიება, ეს უდიდესი ფილმი იმ დროისთვის კომუნისტების ხანაში გავიდა ეს მამხილებელი ფილმი მათი და ის ჩართვა რეჟისორის არაჩვენებრივი გადაწყვეტილება გაზეთი გრანელის დღეს აი ნუ და საერთოდ აი ესე აი პატარა სკარი და რაღაცას აკეთეს შეგიძლია. აი ხა შენ რო დასვიკითხვა სად არის ამ დროს მწერლობა. აი ამ ფილმში არის მან როგორც რიტმოიპოვა ანა კალანდაძე პირველად პოპულარობა პატარა გოგონამ გაგანია ომში 1952 წელს გამოვიდა და ტყვიარქვევები ზუზუნში თითქოს სახლში შემოვიდა თუთა ლამის სახლში შემოიჭრას თუთა ლამის წელზე შემოვიდა ხო და აი ეს აკეთის შობილებს ლიტერატურა ვიდრე ჩვენ გადაცემას დავასრულებდით კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენი გადაცემის მაყურებლებს, ჩვენი გაიცის კითხველებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ლიტერატურის საქართველოს კონკურსში, ფრთხილად წინ კითხველია და შევახსენებ, რომ დაჯილდოება გაიმართება 8 მაისს 4 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ქალბატონო, საბოლოოდ ერთი ლექსით და დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა
რომ ეს ძვირფასი წუთები დამითმო ლიტერატურული საქართველოს ეთერმა ღმერთთან საუბრობს კავკასიონი თალხი მოუსხამს დღესვე ზარდიანს ზარებს დარეკავს ახლა სიონი ლოცვა და ანთებს სიტყვას მადლიანს ფიქრებ დაღვრილი დაუყვები ხევებს სადაც ავდარი გათელავს ღრუბელს სიმწრისგან ვიფშვნეთ მოცარულ ხელებს და გაზაფხულის ვეღარ გრძნობს სურნელს ნეტავ რას ამბობს ღმერთთან მყინვარი ან მოწამენით ანჯული მიწის მამულიშვილი ჩვენში ის არის ვინც სამშობლოსთვის სანთლებად იწვის ავენთოთ სანთლებად ჩემო ძვირფასებო სამშობლოსთვის და დანარჩენი ყველაფერი ალბათ უსაყამოს გისურვებ ხვალ ბონისის საზოგადოების წინაშე წარდგენას მე კი ჩვენს მაყურებელს დავიშვიდობები დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის